მოგიდგენთ. საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს და წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯარისკაცთა მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა ქვეყნის პირველი ლედიკი დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ომის 4 წლის თავთან დაკავშირებით მუხათგვერდში სასულე ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ხსოვნის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს მარიამ ნეფარიძე ესწრებოდა. დიახ, მაკა მუხათგვერდის გმირთა მემორიალი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილმა და პატრიარქმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. წუთიერი დუმილით მიაგეს მათ პატივი აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, როგორც შენახნიშნა სანდრა რულოვსი, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსაც შეხვდა აქ იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მისი მოადგილეები და გენშტაბის უფროსი აგვისტოს ომში სულ 169 ჯარისკაცი დაიღუპა. ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნას ამ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ყველაზე სამოყვარის სიცოცხლის შეცდას ჩვენ სამშობლოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა, მათი სერდისხვეპლი მომავალში იქნება საწინდარი საქართველოს განთლიანების, მოხდება დეოკუპაცია ჩვენი ძირითადი ტერიტორიების და ჩვენი დევნილები არც აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. აგვისტოს ომიდან გავიდა 4 წელი და ტრადიციულად გმირთა მემორიალთან ამოდიან მუხათგვერდზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, მათი შვილები, როგორც უკვე გითხარით, სანდრა რულოვსი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ გაესაუბრნენ. აქ იმყოფებოდა ასევე აფხაზეთის მთავრობის მდივანი გია ბარამიაც. თხის მეორე ნახევარში აქ ელოდებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. ქვევით ჩადგა დაისვენ. ჭდილიში გადადი ქვევით. ბატალიონის ექიმი იყო, ამიტომ ბრიგადა რო წავიდა, ჯარი რო წავიდა, თავისთავად ნასაკვირველი ექიმიც უნდა გაყოლოდა. პირველად დაიჭრა ფეხში, მაგრამ გადაეხვია, გამოიყვანეს და უკან შებრუნდა. არ გაყვა ჰოსპიტალში. მეორედ გასროლა უკვე თავში მოხდა და ის თავი გახდა მიზეზი. ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მე ინფექცია განვითარდა და ოჩი დილით დალია სული. გაუშვიმიზა ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურად უნდა მოქცეულიყო. მე მადლობელი ვარ ჩემ რასაც აკეთებენ, მაგრამ იგინს ვერ ვეტყვი მადლობას. ვინც ამბობს რომ საქართველოს დაიწყო ომი, ეს არ უნდა თქვას. ზოგი რო იძახის რომ საქართველოს დაიწყო ომი, ქართველია მაინც და საქართველოს შემოხედოს. ის ჩვენ არაფერს არ გვიზამს კარს. მე ასე მგონია. ჩემი შვილი აღარ გასოცხლდება, მაგრამ სხვა შვილები ხო ადარჩენილი. იმათ ხომ უნდა რაღაცა ნახო. რატომ უნდა იყოს კიდევ რაღაცა მოხდეს. ჩვენ ნუ გვერდშია და გვანებონ თავი. მე შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა საქართველოს მასშტაბით დასშვებულია საქართველოს ეროვნული დროშების შეწყვეტილია საარჩევნო კამპანია და აქტიური პროცესი საარჩევნო კამპანიის. მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მუხათგვერდის გმირთა მემორიალი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა დატოვეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან